გამარჯობათ. დღეს პირველი დღე არის, რაც გადავწყვიტე YouTube-დან შეულებაში გასვლა ერთი კვირით. შესაბამისად ისე დაემთხვა, რომ დღეს უნდა მემუშავა, მაგრამ გუშინ შემარძალმა მეგი მომწერა, რომ გადავცვალოთ რასმენები, რომ მე დღეს მე სახლში ვარ, შაბათს ვიმუშავებ, ამიტომ დღეს ერთი იდეა მაქვს, ბიზნეს იდეა. იმიტომ რომ რაღაცას რო ვაკეთებ, მე ვყიდი ხოლმე. ხო და ეხლა ყავადავლიე. ეხლა ჯერ არავის არ გავუღვიძე, ამიტომ ჩემთვის ვიქნები ეს დილა და მე უკვე როდესაც გაიღვიძებენ და ხერხის ჩართვა შეიძლება, მაშინ გავაკეთოთ. ძალიან საყვარელი რაღაცები უნდა გავაკეთო და თუ გამოვიდა, რა თქმა უნდა, მინიმალურ ფასში გავუშვებ რეალიზაციაში. ასე რომ მოდი გავაკეთოთ, რადგან დღეს სახლში ვარ, გამოვიყენოთ და თან ისე რომ ეს შეულებაც არ იყოს უბრალოდ ფუჭად გასული დღეები. რადგან ჯერ ისევ არავის გაუგვიძია, დაახლოებით 8 საათი გახდა, გადავწყვიტე რომ ჩემს იდეას დღეს ფრთები შევასხა, ამიტომ მონახას გავაკეთებ. არავდედივე ვარიანტი განვიხილე, მაგრამ გადავწყვიტე ისეთი გავაკეთო, როგორც ბავშვობაში პაპამ გამიკეთა მე პაწაწინას კარი. ის დიდი იყო, ეს უფრო პატარა უნდა გამოვიდეს წესით. არა, წესით არა უნდა გამოვიდეს, იმიტომ რომ ეს სკამი იქნება გათვლილი 1-დან 3 წლამდე, 1-დან 3 წლამდე პირველ და რაღა. ხო და დაახლოებით ესეთი პაწაწინა ტაბურეტკა იქნება მინიმალური სიმაღლით, რადგან გადავარდულ შემთხვევაში არაფერი იტკინოს. და რა თქმა უნდა მოიხატოს. წავიდეთ ახლა და მასალას შევაგროვებ და დავიწყებ. ჩემი პატარა. სანამ ისევ ჯერ ძინა ყველას და ხერხამდე ვერ ვიდივარ, ერთი იდეა მომივიდა თავში. აქ მაქვს ქვები, რომლებიც, რა ვიცი, ვაგროვებდი და აქ ვყრიდი და აი აქ ზოგი აქ მიწაშია ჩასული და ეხა ვიღებ. და ეხა ისე არ მინდა რომ ბევრი რაღაცა წამოვიწყო და ერთ-ერთი გავაკეთო, ამიტომ გადავწყვიტე რომ აი ამ კედელს მივხედო და აი ამ სტილში გავაკეთო. რაღაცა ორნამენტებივით რაღაცა. ამიტომ ჯერ ისევ სიწყნარია ჩემთან სახლში, მარტო მე და აი ეს მაიმუნი დავდივართ. და ამოყრიფე ეს ქვები, რაც ამას ჩაეტია და რეცხა. ნახოთ რა გამოვა. მოვალეობები მოვიხად ერთ სიტყვით, საჭმელი გავაკეთე და ახლა შემიძლია ჩემს საქმეს მივხედო. მანამდე მოკლედ დღეს რო ჭუკები გამოუშვი, აღმოვაჩინე რომ ერთ ცალს ფეხი ხონდა დაბრეცილი, მოტეხილი არა, დაბრეცილი, რაც ჩვევიათ ხოლმე და მე თუ ვერი არის, გადათელეს, ვერ შეჭამა და რაღაცა კვდება. ამიტომ ბავშვობაში მაქვს მსგავსი გამოცდილება ქათამთან. ხო და ამიტომ ჩემს ჭუკიას ლახტი დავადე. ძვირფასად გამოიყურება, მოკლედ ეს ფეხი რომელიც იქით ებრიცხა და ფიზიკურად ვერსად ვეხარ წავა და ეს ჩემი ჭუკია. არ შეიძლება. ეხლა წავიყვან და დავცვალ თავის ადგილას და ტყუილა გეშინია, იმიტომ რომ მე შენ არაფერს დაგიშავებ. პირიქით, ნახე რა კარგად მომფიქრე. კარგი ჩემო.
მოკლედ რამდენიმე იდეა მაქვს ვერ ჩამოვყალიბდი ვერც ერთზე, მაგრამ ზოგადად როდესაც რაღაცას ვიწყებ ხოლმე, აი კონკრეტულ რაღაცას მაინც მეცვლება ხოლმე კეთების დროს რაღაცას ვცვლი ხოლმე, ამიტომ მოდი დავიწყოთ და რაც გამოვა. ასე რომ ეხა ის მჭირდება, რომ თქვენ ხართ მიყუდებულები და წავედით. ფიქრობდი რომ გავუმეყენებინა ტოტებით, მაგრამ გადავიფიქრე, რადგან ეს ადგილი სველდება და წვიმა მაინც ასხავს, ასე თუ ისე ხე არ არის მაინდა-მაინც კარგი. ნახოთ რა გამოვა, არც ის არ ვიცი რამდენად მეყოფა ეს ქვები, მაგრამ მოდი ჯერ ამ ნაწილის გაფორმებაზე და ამ ნაწილის გაფორმებას დავიწყებ, რადგან მაქსიმალურად რაც მაქვს იქნებ მეყოს ის. და ამისთვისაც მოვაგროვებ ქვებს უკვე ნინო რო მოვა. ქვები დავაწებე და ისეთი სევდიანი თვალებით ვუთხარი ლაშას, რომ ცემენტი და ქვიშა და მეთქი, რომ უარი ვერ მითხრა და ეხლა დავიწყოთ შემდეგი ეტაპი. საკმაოდ დიდხანს მომუნდი, რასაც რაც გავაკეთე, ეხლა გადავედი წმენდაზე. ჯერ განახოთ რა გავაკეთე. ეს არის ქვით და ცემენტით და გემით, ქვიშით, ნუ ბიტონია ბოლო. ადვილად კი გამოიყურება, მაგრამ ძალიან დიდი ხანი მომუნდი და ფიზიკურად ამას ვეღარ გავაკეთებ ადამიანი და ვერც ამას ვერ დაამატებ ვერაფერს, იმიტომ რომ ეს უნდა გაშრეს. ამას კიდე დეტალები აქვს დასამატებელი, რომელიც ანუ დეტალები და აი ეს უნდა გაიწმინდოს, სათითაო ქვა უნდა გაიწმინდოს სველი ბუქით და არა ერთხელ სხვათა შორის, რომ თავისი სილამაზე გამოჩნდეს და ზედმეტი ცემენტი მოსცილდეს. ჯერ ადრე ამის გაწმენდა, იმიტომ რომ ნამეტანის სველია და შეიძლება საჭირო ცემენტით ჩამოვყარო. ნახე, აქ უკვე შრება. აი აქ. ამიტომ ეს შეგვიძლია საღამომდე უბრალოდ გავაჩეროთ. მაგრამ არ მასვენებენ. და მინდა რომ დრო მოვჩე. ნუ მოკლედ ამას თავს დავანებებ ახლა ცოტა ხანი. გაშრეს. და მერე დავამუშავებ. ფიზიკურად დღეს ვერ მოესწრება, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საერთოდ მეორე შაბათს როცა ვიდეოს დავდებ, მაშინ მზად მაინც იქნება. შესვენების დროა. და ამის მერე ვფიქრობ ფანჯრებს ჩავუწმენდა, იმიტომ რომ ორნაირ საქმეს ვაკეთებ რა, ერთი ჰობია, მეორე აუცილებელი საჭიროება მოითხოვს. ხო და აი ეგ აუცილებელი არ გამიკეთებია დღეს და მაგას გავაკეთებ. იმედია აი მამდე მივალ ხერხამდე. იმიტომ რომ მინდა რომ ის გავაკეთო ბარემ სანამ აი იუბკა მაქვს დილას ჩავიჩი და იუბკა მაქვს სულ ცემენტიანი და იმედია გაიცლება. მანამდე ხა ეს მივირთვათ. ხლივით გამისკდა. Pichu gugu, Jimmy gugu. ამით ახლა გარეთაც უნდა განახოთ. საერთოდ გასაკრიფი და აუცილებლად უნდა აკრიფო, იმიტომ რომ მე ხვალ ვუშაობ. ხო და
ფარდები მაქვს კიდე გასაფენი. ნელა კინაღან ფეხი დაგადგი. წეღან ჩემი რძალი მირეკავს მე გიდღეთ ხომ ის ნაცვლად ვარ სახში. ის ჩემ ნაცვლად მუშაობს. აბა, მოწინე კარგად შუშები. კი. წკრიალებს. ხოდა. როგორ ვნანოფორო? აუ ბავშვი ცოტა ჩაუპატარებს. რო გაგიცვალე, იმიტომ რომ საშინელი საქმე იყო, იმდენი საქმე იყო, იმდენი რა იყოსა და ეხლა ჩემთვის ვფიქრობ. რომელი ჯობდა იქროვა? იქროვა ყოფილიყო თუ აქ, იმიტომ რომ აი რომელი საათია? არ მინახია საათი. 10-20 წუთი ამ წამს მოვჭი. ხერხი ვერ ჩავთე პირველ რიგში, რასაც ვნანობ ვერ მოვახერხე, მაგრამ აი ეგრე ფანჯრები არ გამიხიხია ის როა, ხო იცით? მეტალოებს აი რო გახსნი და აი შიგრო ღრიჭოები აქვს და აი სრითიც არის საკიდებილითიც აი მოკლედ ჩოტკით და რაღაცებით შემოვიარეს სულ ფარდებიან ყველაფრიანა და ეხა მომშვიდა. ხოდა დღეს იონი არის თავის მეგობრის იუბილეზე და წეღან ეკამ დავირეკა დედამისმა იუბილეებს დედა. სალამი, ამას ერთი კვირის მერე ნახავ. ჩამოდი ორას აკეთებო და მევთხარი აბლაბუდიანი აბანო შევალ. ეხლა და როგორ ხასიათზე გამოვალბეთ და აბანოდან გამოველი აი უკვე რომ საწოლის პიჟამები მათში ეხლა და უნდა წავიდე და დავწე ოღონდ ჯერ უნდა ვჭამო ცოტა საჭმელი. ავკრიფო სარეცხი დავფინო ფარდები და დავიძინო. აი ხვალ რო არ ვიყო სამსახურში წასასვლელი ეკუშა აუცილებლად ჩამოვიდოდი, მაგრამ ხვალისთვის ბევრი რამე მაქვს მოსასწრე. ასე რომ შევჭამოთ და დავჭრით. იონეს ლაშა დაელოდე. Шулямас уйди. 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 Чеки хот. Ала мохэти деди костер. Ай. Аба ак დილავშტო. სად არის ჩემი შავი ქალბატონი? სად არის დედას ლამაზი გოგო? ისწავლა მანაც მოფერება და ჩახუტე. ახლა ჩემი ხე. ყველაზე ძარა მოწოს. ეს და ერთი ცაუსაი. აუ წუხელა. მთელი ღამე ძალიან მაგარი სიზმარი ვნახე. ჩემი ლამაზი. დილამდე ანუ ესეთი სიზმარი კაი ხანი არ მინახია, რაღაც ძალიან რეალური იყო და აი რაღაცა ტაძარი ვნახე, რომელიღაც არ ვიცი. არ ვიცი, წმინდა გიორგის ტყეში იყო, ოღონდ ეს იყო აჭარაში. აჭარაში ვიყავ. მთელი ღამე ვიყავი აჭარაში. ნუ როგორ წავედი და რაღაც ეგ სხვა თემა, მაგრამ მთელი ღამე იქ ვიყავი. ეს ნახეთ გეხვეწები. აქ დგა ძალიან დიდი გარგლის ხე. თუ გარგალის ხე თუ როგორც არის. არასხია, ცხოვრებაში არ დაუსხი, ერთადერთხელ ეს ხა ძალიან ბევრი და მაგისთვის ვიყიდე ჩირის აპარატი, თუ გახსოვთ. 1-3-4 წლის წინ. რო აი ვერ ვასწრებდი აკრეფოს და ჩირის გაკეთებას. ხო და ერთი ცალი ჩამოვარდინა და ვაზზია დარჭმული ზედო ყურეთ.
სად არის დამაგრებული? აი ეს არის ამ ხელა ხე და 10 ცალიანებია ხოლმე ან არა? მოკლედ დროა აჭარიდან ჩამოვიდე. აი ზღვში ჩამოვარდა ჭიანი. რომდომებოდა ვერ მოვაწყავდი. ეხა დროა აჭარიდან ჩამოვიდე და გავაკეთო საჭმელი. რადგან დაწავით. ჩემი ბავშვები განახოთ. ეს ჩემი პაწაწინა. ვაი მე როგორ მიყვარს ეს ბიჭი. ეს პატარა გოგუალი. სად არის მესამე? ჩემო ლამაზო. სად არის? აგეცადალი რო არა ჩანს სადალი. აგეცადალი. ფსი ბუერა. ეგ ძალიან მიყვარს ეგ. დიდი სასწლია. რას ჭამთ? აქ არაფერი გიყრიათ. პული გამოგიტანო. ვაიმე, სად არის შენ დიდი კოლამაზო? ბუერა. უყურეთ ეს ნახეთ რა სოყარელი. ჩემი ბავშვები. ჩემი პაწაწინა. ვინ კატირა მითხარი? მოგეშინია პატარა. ჩემი ბუერა. მიდი წადი. მიდი ადი ჩარ. ფიქრობ და რამე მოხდება არ ვიცი. ჯერ უნდა შევღებო. თან ისე უნდა შევღებო, რომ არ დავუკარგო. ქვაროა და ცემენტი რო არის, ეგ არ დავუკარგო. ვინ მიყვარს? აი მე. რამე კიდევ პირში? არ დამეხჩო, ჩემო პაწაწინა. იმ ისეთ პატარები არიან, რომ ვერ ვეფერები გულიანად, რომ ჩავეხუტო, აი მას რო ვეფერები. აი ესე ჩავეხუტო და ჩავეკ. ნუ გეშინია, დედი, აგადომადება. აგადომადე, ჩემო პატარები. შო. მე. აბა ხანან შედი ხა და ნახე რა გაკ ტერიტორიაზე საჭმელი. რომ გააკეთო. არაფერი. ავედით ვერ მიშელისკენ. აუ იმ სიზმარში ყველა სასაცილოა იყო, იცი დილა. აი გძნობდი ხო გიგძნობდი რომ სიზმარი იყო და ფიქრობდი რომ აუ ეხა მეთქი სიზმარში ფიქრობ რომ ეხა მეთქი დარეკავს მეთქი ბუძელნიკი სამსახურის დრო მოვიდა მეთქი და აუ რა ცუდია მეთქი და გავიბრიძე და დავხედე საათს და ბუძელნიკი მიყენია 7:09-ზე და არის 6:09 და უიუბედეთქი გამიხარი გამოვხიზლდი ნახე რომ იყო 6 საათი ძალიან გამიხარდა რომ 1 საათი მქონდა კიდე დრო და გავაგრძელე სიზმარი. ყველაფერს მოვჭი აბსოლუტურად რაც დილით მეკუთვნოდა. ხოდა ხსანამ შენ ჩემი ძმა მოვა რომელიც წუთი-წუთზე მოვა თუ წამზე. ხო ჯერ კაი ამბავს გეტყვით ნახეთ. არ ვიცი რამდენად ჩანს ტახტზე წევს ჩემი შავი ფისო თავის კნუტებით. აიგე. დაწვა დაიძინა და რამდენი ხანი ეგ არ დაუძინია კნუტებთან ერთად. ჩემი ლამაზ ცოტა ვაჭამე, ვასვი. ეს გიჟი ჩამოვიყვანე, იმიტომ რომ ფარდები ადიოდა და გამიფუჭებს უეჭველი. ბარბარეს დაურეკავ მე რომ აკრიფოს. ჯერნესტიანია თორე მე ვიზავდი. აი ესე. ხრები უნდა კარგად გაიწმინდოს, რომ მე რომ გაილაკება. ეს არ კონდეს ცუდად. ცემენტი და მაქსიმალურად ქვის ტერიტორია ჩანდეს, რომ ძალიან ლამაზ იქნება რომ გაილაკება. შეუდგეთ საქმეს.
სამსახურიდან მოვედი და მეგონა რაღაცებს გავაკეთებდი, მაგრამ სრულიად უნარო ვარ. დავთ და ხეთ წამოწვევი. მინდა მემალა. ჩემი პაწაწინა, მინდა მემალა, ჩემო ლამაზო. რატო დამემალე წიმაში? გოგო. ვაიმე როგორ წიმაში ხარ? ჩემო ლამაზო, მომხედენ უხარ მორცხი. ჩემი ლამაზი. ჩემი დახატული გოგო. წამოდი გოგო ჩარა. ჩემი გოგო. ჩემი ლამაზი უჩა. ჩქარა წიმა მოსულა წიმა. ჩქარა წიმა მოსულა. წადი აკლებოთ დაიმალე. ჩარა წიმა მოსულა. აკე ბავშვები გელოდებიან. ერთი გოგო, ორი გოგო, სამი გოგო. ეს ტოკოლი ბიჭია, ოხ შეგენაცვალე და ჩემი ბიჭი. ხარ ბიჭიანი. ჯანმრთელობა. ой. გაჩერდი. ბავშვებო თქვენ ხო კარგად ხართ? წავედით ახლა ის აკლემი შევაგდოთ. ბაწვინდან. ის აკლემი გარეთ უნდა დავტოვოთ. ოღონდ თუ არ უთხარით რომ ეს საწყალი უნდა შევიდეს, წედი ჩემო ლამაზო. ხოიცადე, არ მიკმილი თუ რიქცე. აი, შენ ხოიცი შენი საწყალი. აი, შეძვერი? მე დედას ლამაზო. აი, მანდ იყავი. იმიტომ რომ წვიმს დებილო დასველდები. წავედი ხამე.